გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან. თქვენთან ერთად სადღაც 1 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში ვიქნებით მე, ირაკლი კობრავა და გიორგი კარტოზია. ტელემაყურებლებისთვის ეკრანზე გამოჩნდება ნომერი, რომელზეც თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, გვითხრათ თქვენი მოსაზრებები, გვითხრათ როგორ შეიძლება მძიმე მდგომარეობა, რომელშიც დღეს საქართველოა, აქედან გამოსავალი ვეძიოთ ერთად, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ჩვენს მოაზროვნე ხალხთან ერთად, იმიტომ რომ საქართველო უკვე ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრით კატასტროფის წინაშე დგას. არ არსებობს ქვეყანაში პრობლემა ყველა დარგშია, ყველა სფერო არის შეჭირვებული, ყველა სფეროში გინდა სამედიცინო, განათლება, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკა რო საერთოდ მოსწეს ამ ქვეყანაში ხო ყველა ხედავთ. მიდის დაჭერები, სადღაც 70,000-მდე ტუსაღი ყავს უკვე ამ ხელისუფლებას და მე მგონი მალე მიშას ციხებს გადააჭარბებს. ესე იგი პრობლემაზე ემატება, არც ერთი პრობლემა არ გვარდება. გარდა თავიანთი ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების კეთილდღეობის, ამას აგვარებენ და აგვარებენ. ეხლა იჭერენ აი ღარიბაშვილის სასტავს რო ეძახიან იმათ, იჭერენ ბიზნესებს ართმევენ, თვითონ შედიან ამ ბიზნესებში და თვითონ დაიწყებენ ეხლა იმ ფულის შოვნას, რასაც ისინი შოულობდნენ. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა დღეს დააყენეს. ჩიხში მყოფი ხელისუფლება, როგორც ეგეთი, უკვე ისეთ შეჭირვებაში არის, რომ ყველაფერზე წამსვლელია ხალხი. ყველაფერზე წამსვლელი, რომ თავისი სკამი შეინარჩუნოს, ამისთვის გაყიდის ქვეყანას, გაყიდის იაფად, იორღად და საქართველო დაიქცევა. 6 მილიარდით ნახევარ საქართველოს იყიდით ხალხო. მაგრამ ეს როგორ აიცით შეფუთული, რომ ეს ვითომ ჩვენ ეკონომიკას წინ წასწევს. ინვესტიციის სახით ვითომ რაღაცა. ინვესტიცია მე ვიცი, რომ ქარხანა ააშენო, ფაბრიკა ააშენო, რაღაც პორტი ააშენო, რაღაცა გზები დააგო, ან რაღაცა გააკეთო და ის რომ ამხელა ჰექტრობით მიწა იყიდება, შენ მე არ ვიცი როგორ უნდა ავანტყოფის თავში მოვიდეს ეგეთი რამე, რომ ამ 100,000-ობით კაცზე გათვლილი სხვა ქვეყანა ჩაასახლოს შენ ქვეყანაში. ეს ხო უკვე ნაყიდია და ისინი ჩაარჭობენ იქ თავიანთ დროშას და იტყვიან ეს ჩვენი მიწაა, ეს ჩვენია, ჩვენ ვიყიდეთ და დამთავრდება. არავითარი ბერკეტი და მექანიზმი იმისი არ არის, რომ თუ რევოლუციას მოუწყობ და გაყრი იარაღით ეგათო, როგორ უნდა გაყარო ის ხალხი? როგორ შეიძლება ეს მოგვარდეს, როდესაც უკვე ფულის რაოდენობა, ინვესტიციის რაოდენობა განსაზღვრულია, ესე პროექტიც არსებობს, ხო? რა თქმა უნდა, ექნება. თუ პროექტი არა, საიდან იციან, რომ 6 მილიარდი უნდა დაიხარჯოს. სანამ ეს ზურგს უკან მოლაპარაკებები მიდიოდა, თუ საზოგადოებისთვის ცნობილი არ უნდა ყოფილიყო, რომ ესეთი რაღაცა კეთდება. სხვათა შორის ირაკლი ერთს კეტყვი დაახლოებით 5-6 თვის წინ დავიწყეთ ჩვენ ამაზე როგორც კი გავიგეთ განგაში ზარები შევუკარეთ რომ ეს არ შეიძლებოდა და არის არქივში იქნება ეს მაგალითები რომ ჩვენ აი დაახლოებით 5-6 თვის წინ ამაზე უკვე დავიწყეთ ხიად საუბარი რომ ეს იყო კატასტროფა რასაც აი უკვე დღე-დღეზე გააკეთებენ და მიყიდიან მიწებს არაბებს ეს ხო მაგის ვაში შენ მითხარი რუსთაველი გაყიდესო არაბებზეო რუსთაველი გაყიდეს არაბებს სახე იყო თბილისის რუსთაველის კინოთეატრი. ოფისი რეალურად ოფისი მანდა. რუსთაველი ხო ამბობს რაღაცას. კინოთეატრი რუსთაველი კი ბატონო. და წანისის მიწაზე უნდა შემოვიდნენ ის ადამიანები, ვისაც საუყურე ახლა ბიჭო რუსეთი შემოსულია.
საქართველოს ტერიტორიებზე. იქიდან თურქეთი შემოსულია. უკვე აჭარა და გურიაში არიან უკვე გასული. აქედან სპარსები შემოვიდნენ, უამრავი ფირმები აქვთ გახსნილი და უამრავ რაღაცას აწარმოებენ და აქ ცხოვრობენ. ეხლა არაბებს თავმოსახლებთ, მერე ვინ დარჩა? მონღოლები გაძლიერდება, მონღოლებს შემოვიყვანთ და რა დაგვრჩება მერე? რას აკეთებთ? ტვინი არა გაქვთ თუ მართლა სუკიდიათ ეს ქვეყანა, ეს ხალხი არ გადაგდეთ. არა ვარ ჩვენ რაოდენობრივად ისეთი რაოდენობა. არ შესაძლებლობა არა გვაქვს. რომ ამდენი ის გავაკეთოთ. ზარია მოусმენთ. გისმენთ? გისმენთ? ისაუბრეთ. ალო. ისაუბრეთ. გისმენთ დიდი ხანია რა. მადლობელი ვარ, თქვენ ასეთი პატრიოტები ხართ. მე ყოველთვის უწევდება პატრიოტალიას. მადლობა. ეხლა მინდა მთავრობის იმას განცხადება გავაკეთო. ზანეთ. ბატონო ბიძინა, ბატონო კობახიძე, კალაძე და ყველა ის პარტია, რომელიც დღეს არის სათავეში, სულ ცოტა ხალი დაგჭა კიდე და ყველანი აღმოჩნდებით უვადო პატიმრობაში. თქვენი შვილები. იცოდეთ თქვენ რომ ეს არ შეგცემათ. ხო, მაგრამ ბოდიში ისა ბატონო უყურეთ გაჭირებული მაგათი ბოდიში არაბებზე არის ლაპარაკი როცა ქვეყანას არაფერი კიდე აქ მოგიტანია თქვენი პარტიები. სიცხელია, მაგრამ ქართველები არა ხართ ხედა. ქართველობა მოგანიჭათ ვიღაცა უცხოელმა და ამ ქართველობას ებღაუჭებით, რომ ქართველები ვართო. არა ხართ ბატონებო ქართველები ხედა. ქართველები რო იყო ხედა ქართველ ხალხს არ უღალატებდით. თქვენ სუპერები ხართ მოღალატები. და ამ მოღალატებს სადმე მიაქანებენ მერე ხო იცით ხედა. იმიტომ რომ ესენი საფრთხეთას არაფერს აკეთებენ. მადლობა ზარისთვის. გეთანხმებით, ჩემო კარგო, მაგრამ უბედურება რაშია, იცით, ჩვენ თუ თავში არ ჩავჭერით ეს ყველაფერი და არ მოვაგვარეთ ისე რომ ეს არ მოხდეს, მერე ეგენიც რომ დაიჭირონ და უადოდ კი არა, რაც უნდა მოხდეს, იმ ხალხს ვეღარ გავყრით აქედან. ვერ გაუშვებთ, არ არის ესეთი კანონები. კანონია ეს რომ იყიდეს საკუთრება და ამ საკუთრებას იცავს მთელი მსოფლიო, რომ მილიონერებისა ეს სოფლიო და თავის თავს იცავენ ყველანაირად. ყველა თავის თავს ბანკებს, მიწებს, ქონებას, ყველა მაგათზე მუშაობს, პოლიციას და მთელი სახელმწიფოები. ამიტომ ჩვენ თავშივე უნდა მოვსწროთ არ უნდა დაუშვა, არ უნდა დაუშვა. გაუჩნდეთ ამაზე იდეას. არ უნდა დაუშვათ. ზარია გისმენთ? ისა ზანეთ. მისმენ? ისაუბრეთ. ისა ეთირი იმის თქმა მინდა ბატონო ამ ყველაფერს მართავს კობახიძის მამა თუ გახსოვთ თქვენ? არა, ცდებით არა. ჩვენ კარგად ვიცნობთ კობახიძის მამას, ეგეთი კაცი არ არის. დამიჯერე. ეხო ბურჯანაძესთან იყო კაცო. ნუ მე რა ახლა იყო ეროვნულ მოძრაობაშიც იყო და იქაც საქმეს აკეთებდა. ყველასთან განუდგა, ზვიადის განუდგა და ნუ EDP-ში იყო ახლა ზვიადის რო განუდგა არ ნიშნავს როგორც კომუნისტური წყობის დროს იყო ხოლმე. კარგით, მადლობთ ზარისთვის. არავითარი კავშირი არ აქვს შვილს და მამას. არ არის ეს ისეთი ბიჭის არ არის ვიცნობ 1-30 წელზე მეტია და არაფერი ეგეთი. მაგას სხვა ვინმე მართავს და სხვა დატვირთვები აქვს. ესენი ხო გახსოვს რა ეროვნულ მოძრაობის დროს რა ლოზუნგი ჰქონდა. შეწყდეს შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოების წინააღმდეგ. აი დღეს ესენი აგვირგვინებენ ყველაფერი იმას, რაც დაიწყო შევარდნაძის ჩამოთესლებით საქართველოში. საქართველო გააჯართა, საქართველო დაშალა, აფხაზეთი გაყიდა და აქ უცმაც შემდეგ
მაგრამ ერთადერთი ეკლესიას ვერ დაეტაკა, ეკლესიას ვერ გაუბედა, იმიტომ რომ არ ქონდა ისეთი ფესვები. შემდეგ მოვიდნენ ეს ნეო-ტროცკისტები მიშას თამადობით და ამათმა ეკლესიასაც შეუტიეს, აფხაზეთიც გააფორმეს, სამაჩაბლოც გააფორმეს და ესე მიწები ის რომ გაიყიდა ჩვენი უწმინდესი მიწა, ბიჭო, როგორ შეიძლება დავით გარეჯე ხმაკრინც არავინ არ ძრავს და არაფერს არ ამბობს. როგორ შეიძლება ეგეთი რამე და დღეს კიდე როგორ მოვიდათ ეს თავში რომ 6 მილიარდის ტერიტორია თან როგორი სტრატეგიული ადგილები თუ მაგ შევარდნაძის ის რო იყო დაჩები რო იყო ცეკასი მაგის თავში რუსის ჯარი იდგა წლობით 10 წლობით სტრატეგიული ადგილია მაგედან ყველაფერი კონტროლდება ტერიტორია და შეწამდნენ გონიო რომელიც თარფთან 5 კილომეტრშიც არ არის და იქ მთელი აჭარა და ისე უკვე თურქების ხელშია და კიდე ამხელა დასახლება გონიოში არ ვიცი რა საერთოდ ვინ ბედავს ბიჭო როგორ ბედავენ ამას აკეთებენ სულ ხوار დავჩმორდით ეს ქართველები რა გვჭირსო შეიძლება გამოხვიდე მის გულისთვის რომ ვიღაცა ნაძირალა არასამთავრობოს ფული არ მისცეს ამისთვის ქუჩაში და ამისთვის იბრძოლო და არ იბრძოლო იმისთვის რომ მიწას და ქვეყანას გვართმევენ ხალხო რა სადახართ ვინახართ რა ხდება ვერ ერკვევით სარია გისმენთ ისაუბრეთ ისმის ჩემი ხმა ხო კი ბატონო ისაუბრეთ მოგესალმებით გამარჯობა ჩვენ ახლა ქითეული ქართველი უნდა ვიყოთ ჯარისკაცი ერთული ჯარისკაცი თავგანწირვას უნდა ვიზოთ სამხედროს დასაცავად ახლა ყველა ქართველმა შევრიგდეს უნდა იმიტომ რომ ერთიანი ბრძოლა გაერთიანების იდეას აქვს მეტი დამაჯერებლობა ახლა და მეტი ყურადღება დასაცმობი გაერთიანება აუცილებელი მეტი თქვენ რა გვაქვს მეტი რა შეგვიძლია რა ბრძოლა შეგვიძლია თქვენ მეტი გარდა იმისა თუ არ გაერთიანდით ყველა ერთად და ეს რა გვემართა გავყაროთ ეს ხალხი ეს არ შეიძლება ხალხო ეს თქვენ მეტი სამხედრო არ გვაქვს თქვენ ხო და თქვენ რა ვთქვათ მონოთაობას და რა ვთქვათ ასულ ბიჭებს მოსწრებული წოდები თუ ჩაჩვენდნენ საფალავში ახალგაზრდებს თქვენ ხალხი თუ არ საერთოდ თუ აზროვნებს და რამდენი წინაპარი დაეცა და სისხლი დაღვარა ქალბატონო ამ მიწისთვის ღმერთისთვის და ქვეყნისთვის და ხალხისთვის რა პასუხი უნდა გავცეთ იმათ და რას გვეტყვიან მე შთამომავლობა ეს ამაზე ვინმე ფიქრობს მე ეს თითეული ბერია თუ ახალგაზრდა ყველამ უნდა გავერთიანდეს და ვიყოთ ჯარისკაცი დამცველი თითეული გოძისფერი მიწისა თუ მართლა ვაზროვნებ და მართლა ქართველები ვარ და რამე ღირსებათ თქვენ მადლობა რა ვიცი უნდათ მონება გთვლიან ეხლა უნდა ტუალეტები უწმინდოთ იმათ არაბებს აბა მეტი რა უნდა გააკეთო ესენი თავის ხალხსაც როგორ ჩამოვლენ იცით სამ-სამი წყობაში ცოლშვილი ყავთ ჩამოიყვანებენ დაასახლებენ აქა მერე დაცვა ეყოლებათ იქ მომსახურე ეყოლებათ და სადღაც 300,000-მდე იქნებიან და მეტი არც ავარ ჩვენ ქართველები და რა უნდა ვქნათ ისე სხვათა შორის განცხადებაც გავაკეთოთ რომ მზადდება ზე პარტიული არა ვიწრო პარტიული არამედ სრულიად სახალხო პროტესტი ამას ხალხს უსვამ სრულიად სახალხო პროტესტი რომელიც ძირითადად იქნება საქართველოს გაყიდვას უნდა შევეწინააღმდეგოთ და სხვა საკითხებიც იქნება იქ სოციალური საკითხებიც მაგრამ ძირითადად თუ მიწაწყალი გავყიდეთ არც სოციალური დაგვრჩება და არც ეკონომიკური და არც პარტიული ამიტომ ამისთვის უნდა მოვემზადოთ და ჩვენ აი ტელევიზია ობიექტივში იქნება განცხადებები სოციალურ ქსელებში იქნება განცხადებები იმიტომ რომ ამას არც ერთი ტელევიზია არ გააშუქებს იმიტომ რომ ტელევიზია გაყოფილია ნაცკოცური ისინი თავის თავს და თავის რეკლამას აკეთებენ და ხალხს ამუნათებენ რაღაც სისულელით რომ ეკონომიკა გაიზრდება საქართველოში ეს ყველაფერი ბლეფია ჩემო კარგო ხალხო ეს არის აი
გამწარებული ხელისუფლების უკანასკნელი ნაბიჯი, რომლითაც დაღუპავენ ქვეყანას და მე თვითონ თავს უშველიან. გისმენთ ზარია? მოგესალმებით. პირველ რიგში ეს თოფის მოსახლეობას უნდა მიმართოთ, რომელიც არის მიტოვებული, გაღარიბებული, გაღატაკებული, თურსა დაენიშნება ფცები. თოფის მოსახლეობა უნდა ჩამოვიდეს. ქალაქი ძალიან ცოტაა საქართველოში. ძირითადად სოფლის მოსახლეობა. ვინ გადარჩა ქალბატონო სოფელში ბავშვები და მოხუცების მეტი არავინ არა, ყველა გაიხიკა და წავიდა. დემოგრაფიული კრიზისი გვაქვს, ხალხო ვერ გრძნობთ. სოფელი აღარ არსებობს. ინდოელებზე, პაკისტანელებზე და ჯანდაბაზე გაყიდეს თელი მიწები და ისინი არიან. ვერ ხედავთ ამას თუ დაბნელ და ყველაფერი და ჩალით დაიხურა თუ როგორ არის. აღარაფერი აღარ არის ქართული, რაღაც გაბრაზება არავის არ ეთყობა თითქოს იქ ამობენ აჭარაში თურქებს რაღაცა ეკონომიკა შემოაბდო. ბიჭო, რის ხარჯზე უნდა აი ფულის გულისთვის როგორ შეიძლება ხალხო აი ესეთი რაღაცა გააკეთო რომ შენი ქვეყანა დაღუპო. ეს გასაგებია ხელისუფლება ეჭიდება ახლა ხავს ოღონდ რაღაცა იშოვნოს რომ ბევრი გაძღეს და მე აითესონ ამ ქვეყნიდან და დაგვრჩება რა არაფერი. გისმენთ ზარია? გამარჯობა. სალამი. ერთი ჩვენ თავრობას უთხრათ რომ იმ ვარკეთილში რო ჩინელებმა ააშენეს იქ რამდენი ქართველი ცხოვრობს? 101 ქართველი არ ცხოვრობს. თქვენ ოლიმპიურ ქალაქზე იძახით? კი. ის იქ 32 ჰექტარი აქვს მას ჩინელებს აღებული სავაჭრო ცენტრი. რას მელაპარაკებით, იმხელა ტერიტორია აქვს. ხო, მაგრამ იმ საერთო ბინაში ქართველს ვერ ანახავ. ძალიან ცოტაა კი ბატონო, გეთანხმებით. ცოტანი ცხოვრობენ. საერთოდ სადღან არჩა ქართველები. მადლობა წარმოიდგინეთ. ესე იგი რამდენი ბინა ქონდა იმ თურქს 19 თუ რაღაცა, ხო? იმას რა ქვია, არაბზე რო გითხრეს 22 ბინა. რა ვიცი ესე ყიდულობენ ხალხო უძრავ ქონებას მე ვერ წაართმევ და ის ნაყიდში შეუძლია ვინც უნდა ისაცხოვროს. ეს დადგენილი წესია კაპიტალისტური აზროვნებით და კაპიტალისტების მიერ, რომელთაც ფული აქვს და ამ ფულს ყველანაირად იცავენ. ყველა ინსტანციაში ყოველთვის მესაკუთრის სასარგებლო წყდება ყველაფერი და არა რომელიმე სახელმწიფოსი და რომელიმე ქვეყნის და ხალხის. ასე რომ ეს არ არის ვიღაცის მოგონილი, ეს გაკეთებულია, იმიტომ რომ საქართველოს ბოლო-ბოლო ყველაზე ცუდი რა არის, აი რასაც ახლა ამასში უყურებ, ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩვენ და სამწუხაროდ მარტო ის ხალხი არ ჩამოდის აქ, ფულიანი ხალხი. რაღაცა სავსეა. არა, ჩამოდის, არა მარტო ესენი კი არ ჩამოდიან, არა დაუშვათ საყიდლად და რაღაც ჩამოდიან, აი ეს უბრალო ისენი, აი მათხოვარი ხალხი, რომლებიც აქ საქმდებიან და იაფად საქმდებიან და ამას არავითარი კონტროლი არ აქვს. არავითარი აი სამედიცინო კონტროლიც კი არ აქვს და დღეს თბილისში არის არაცხადებს სამწუხაროდ ხელისუფლების ისა ტელევიზიები და ესენი, მაგრამ მუნის ეპიდემია დაიწყო. და ეს არის რეალურად, განსაკუთრებით ბავშვებში არის ძალიან მოდებული, ეს არის რეალურად სწორედ აი პოლიტიკის გამო, რა პოლიტიკასაც ხელისუფლება აწევს და აი ესე უკონტროლოდ უშვებს აი სხვა ერის ეროვნების ხალხს და ისინი შემოდიან ყოველგვარი სამედიცინო, ყოველგვარი იმის შემოწმების გარეშე და ეხა დღეს რეალურად ეპიდემიის აფეთქების წინაშე ვდგევართ რა. სარია და გავაგზავნოთ. გისმენთ? ყველაფერში გეთანხმებით მეგობრებო. და შემომაქცეთი წინადადება, რომ ვისაც ხელი მიგიწვდებათ, რომ ახალგაზრდობას დაელაპარაკოთ, იგივე უნივერსიტეტებში, სასწავლებლებში, სულ ყველგან უნდა ილაპარაკოთ ამ აქციაზე.
კი, მუშაობთ ქალბატონო, მუშაობთ. მარტო ახალგაზრდები და ისინი არ უყურებენ, მე მგონი ობიექტივს. ჩვენ ვუყურებთ მარტო, ეხლა ძველგაზრდები და მე ოჯახები ხო ყავთ თქვენ დალოცულებო იმ ოჯახში თქვენც უნდა მაგრამ მე არ ამყავს ხათ არავინ ოჯახში არა თქვენ კონკრეტულად თქვენზე არ ვსაუბრობ ხალბატონო. ამ შემთხვევაში ვერანაირად ვერ ვიქნებ, რომ მე შვილი არ მყავს სამწუხაროდ და არ მყავს ვისაც ვუთხრა. არა უშო. ხო და ამიტომ ვიძახი რომ ვისაც ხელი მიგვიწდება, ყველას ვუთხრათ ესე ერთი, მეორე კაცო. მარტო ფული ხო არ არის არა? არის ქვეყანა. ქვეყანა თუ არ იქნა, მაშინ არც ფული გექნება და არც ქვეყანა. ამაზე ვერ გავიგე რა ხდება საერთოდ და რა გავიყიდეთ ქართველები? სამწუხაროდ. ქართველებმა გავიყიდეთ ყველაფერი? სამწუხაროდ. ჩვენ მოვიტანეთ აქამდე ეს მიწაწყალი? ჩვენ არ მოგვიტანია. სისხლმა მოვიტანა ქართულმა. ჩვენ დაგვარეთ სისხლის საქართველოსთვის. ამიტომ იცით რას გეტყვით? ვისაც არ უნდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, აბარგდეს აქედან. და თუ უნდა, მაშინ იბრძოლოს მისთვის. აი ესე დავაყენებ მე საკითხს. ვინც არ მოვა, ვინც არ გამოხატავს პროტესტს, ის წაბზანდეს აქედან. იმიტომ რომ ის არ არის ამ ქვეყნის შვილი. აი ეს არის საქმე. მადლობთ ქალბატონო, ხარდაჭერისთვის, მაგრამ ეს ჩვენი ხარდაჭერა კი არ არის, ეს საქართველოს ხარდაჭერა. ქვეყნის ხარდაჭერა და ჩვენი მომავლის ხარდაჭერა, ეს არ არის რაღაც პატრიოტ ალიანსის თუ ჩვენი თუ იმის ხარდაჭერა, ქვეყნის არის და ასე უნდა იყოს რეალურად. ის აქციაც იქნება ზეპარტული და არაერთჯერად ეს და ავიცი ჯერ ქალბატონო გაგცემთ ამაზე ვმუშაობთ რომ ყველასთან მივიტანოთ ეს ამბავი იმიტომ რომ ისე ლამაზად ფუთავენ ეს ვინ არიან არ ვიცი არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო ესენი როგორ ფუთავენ იცი აი ჩვენი გადარჩენისთვის ჩვენი მომავლისთვის ჩვენი ეკონომიკური ზრდისთვის ასე ამუნათებენ ახალგაზრდებს რომელმაც ზოგმა წარსულიც არ იცის საქართველოსი და არ იცის ესენი ვინ არიან ზერელეთ უყურებენ ყველაფერს ეს ჩვენ გამოცდილები და ჩვენ რაც ვნახეთ იმის მიხედვითაა და ამიტომ ახალგაზრდებთან მუშაობა საჭირო აგრეთვე ძველგაზრდებთანაც რომ ეს არ არის პარტიული ვინმე პარტიისთვის ეს არის საერთო სახალხო საქართველოს გადარჩენაზეა ლაპარაკი მეგობრებო აღარ დაგვრჩება ეს ქვეყანა და საფლავებში ჩაგვაფურთხებენ დამიჯერეთ რა წყევლა იქნება ჩვენი თუ არ უშველეთ ამ ქვეყანას გისმენთ საგამომშვიდობისა ახალგაზრდო წინადადებით შემოვდივარ ასეთით დაელაპარაკეთ ბიძინა ივანიშვილს რომ ნუ გაყიდა საქართველო და მეორე რომელიმე მეერთმა ითავეთ ხარი რომ იდის ფარა სიდება ყოჩი კი ბატონო აი რომელიც იქნებით გამოყვებათ ხალხი ვისაც გული შეტკივა საქართველოს ქალბატონი ირმაინაშვილი მუშაობს მაგ თემაზე გამოყვებათ თქვენან და დაგიდგებათ გვერდით ჩვენ კი არა საქართველოს უნდა დაუდგნენ ქალბატონო ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით და ჩვენ თავზე ავიღებთ ყველაფერს რაც მოხდება და ხალხი არ დაზარალდება და არაფერი არ მოუვა მაგრამ თუ ქუჩაში არ გამოვედით არ გავაპროტესტეთ არ უთხარით ამ ხელისუფლებას თუ ვინ არიან არ ვიცი ესენი მოგზავნილები მგონია რა ამ ხელისუფლებასაც და აი ეს რაოდენობრივობა ეს ქუჩაში გამოსვლა თვითონ იმ არაბებსაც კი შეაშინებს და დააფრთხობს რა და ისე ხო და პროტესტია და ისენიც არ გადადგამენ აი ნაბიჯს და აი საქართველოში აღარ შემოვლენ აი ეს არის ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი დანარჩენი სამწუხაროდ ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნია იმის რომ აი ესე თავი დავიცვათ აი ამ არაბული შემოსევისაგან რა მოდი ესე ვთქვათ იმიტომ რომ რეალურად ესე მოხდება თუ მივეცით თუ ხდება და დავით ოღლუ გამოვიდა რამდენიმე წლის წინ და თქვა საქართველოსი ომი რაში გჭირდებაო ჩვენ საქართველოს ვიყიდითო და იყიდება კიდევაცა ამათმა ყველა ხელისუფლება ვინც მოვიდა შევარდნაძე სააკიანი ეს ბიძინა ყველამ დაიწყო ქვეყნის გაყიდვა ხალხო ქვეყანაში არაფერი არ კეთდება სამუშაო ადგილებს როგორ ქვია იცი ტექასმოტრი რომელიც მიშამ გააუქმა ამა თავიანთებს გაუკეთეს ეს გააკეთებინეს და ხალხს წოვენ ფულს ხალხისგან იღებენ
60 ლარს და 100 ლარს იღებენ არაფერში. და ვითო სამუშაო ადგილები იქნება და ამ დროს ძარცვა გლეჯვა მიდის ხალხო. ძარცვავენ ქვეყანას. პარკინგები რა ქვიოდა სიტი პარკი გააუქმეს, იმიტომ რომ ესო ძალიან აზარალებსო ხალხს და 10-ჯერ მეტი 100-ჯერ მეტი მიაქვთ. ადამიანებისგან იღებენ ფულს, რომელიც დღე-დაღამე მუშაობენ, იმიტომ რომ ლუკმაპური იშოვონ. გისმენთ? გამარჯობათ. ძალიან ძირს გუმარებაა ეს. მე რა ხელები უნდა დააჭრა იმას, ხელათემასა. ის 41 ნომერი შემოხდა. აი, გაყიდვა, ამათ ნასწავლეს იმას მოასწავლე. როგორ უნდა გაყიდვა სასამართლო? ამათ ინასწავლები. ქუთაში ქართული ირანელი მიდიოდა, ფართოს უწყობდა. აი, შესაძლებელი ფაქტი ნახერო. არ ვიცი რა გავაკეთო. ესა საქართველოს გაყიდულია. ეს ბაღრიეხლენა ფიტები იყიდა. ფიტები იყიდეს უამრავი იმითი რა ქვია. რაოდენობა. ჩინელებმა იყიდეს, ინდიელებმა იყიდეს, ირანელებმა, თურქებმა, რა ვიცი მე. არ არსებობს ნაციონალურ საქართველოს მიწა ეყიდულდა. ჩვენ ალბათ მალე ქებზენობით, ქებზი ახლა იწორება. ქებზს დავეტევით კარგია. ხელი უნდა მოაჭრა ყველა იმასა. მე საქართველოს ცხოვრება ქალბატონოს, ვეღარო ქალბატონი იყო, მინდა, როგორ არ მინდა. და ისეთ საქართველოს ამიდა, საცა კრიმინალი. ყველაფერს კატულობს, ფასს აწერავს, აღარ იციან, აღარ გაწირებული იციან, აღარ დიდარი იციან. და ვისო პოლიცია მუშაობს რა. სიამოვნებაში პოლიცია იმის ნახევარი წაიწის, რაც მუზაწერავე ხავს, იმის ნახევარი წაიწის. გირში უნდა მოგაჭროს. იმ დალოცილმა მასტერმა ხეთაში ისააგო ტაძარი იმას მოაწყდეს ხელი. იმისთვის კი არა, თქვენ უნდა დაგაჭრათ ის ფიტები და ხელები, კლავები, რომლის ხელითაც მოაწერეს იმას რა ქვია. მადლობა. ცოტა ჩვენ ახლა არც კვლელობები გვინდა, არც ხელების მოჭრა გვინდა, ჩვენ გვინდა რომ ჩვენ კი არა ბევრ ადამიანს უნდა რომ შევიკრიბოთ და ერთიანად უთხრათ ვარი იმ ყველაფერ სიბინძურაზე, რაშიც ესენი გვხვევენ. ჩვენ ერთად უნდა უთხრათ ვარი. სხვანაირად არ გამოვა. უნდა გადადგეს ხელისუფლება და უნდა ჩაატაროს არჩევნები და ვნახავთ, თողოთ არჩევნები ისეთი არა, როგორც 20-ში და 24-ში ჩაატარეს. უნდა ჩატარდეს ნორმალური არჩევნები და ვნახოთ და თუ კიდე მოიგებენ ღმერთმა გაუმარჯვოთ. მაშინ ქვეყანაში ხალხი უკვე მე მგონი დაზაფრული იქნება, იმიტომ რომ რა ვიცი, მე ეჭვი შემეპარება ნორმალურობაში ხალხის. გისმენთ? ნისაუბრეთ. გაიცი შეიძლება. ხო და რას ვამბობდი კაცო? ესენი თუ მოგზავნილები არ არიან, როგორ შეიძლება რომელ ჭკვიანი თავში მოიხარშა, ჯერ ამხელა პროექტს აკეთებ. დამალულად აკეთებ, ეს ხო ერთ დღეში არ მოხდა. ეს ხო ერთ საათში არ კეთდება რა. ჯერ ხო არ არსებობს რომ იქიდან ვინმე არ ჩამოსულიყო, რომ დაეზვერვა რა ხდება ქვეყანაში. არ ენახა ადგილები. ახლა გონიო იციან სად არის, უნდა ჩამოვიდეს ენახად. მერე უნდა დაადგინო მასშტაბი რამხელა მიწა გჭირდება. მერე რამდენი იხარჯება. ესე ეთყობა თვეობით მიდიოდა ამაზე მუშაობა. არა, დიდი ხანია ამაზე მუშაობენ. საზოგადოებამ არაფერი არ ვიცი. გავიგეთ რომ ეს ეგრე გამოდის ეს ნიჭიერი და ამბობს რომ всё გადავრჩით 6 იმიტომ რომ ბიჭო დაკეტილი აქვს ევროპა, დაკეტილია ამერიკა, იზოლაციაში ვართ. რუსეთი ყველა მხრიდან არაფერდა შემოსევები გაკეთდა, არც ევროპას უნდა ვხართ. როგორ რა პასუხები გაქვთ? ერთი მითხარით, ევროპა გეუბნება რომ ქურდობთ, ყაჩაღობთ, სასამართლო არ გივარგათ, რა პასუხები გაქვთ? რა გვინდა ვიზა ლიბერალიზაციო? ერთადერთი ეგ გავაკეთეთო, იძახდით, ჩვენი გაკეთებულია და ეხლა თურმე არა გაკეთებული, აფერისტები ხართ რა. მატყუარები ხართ. მე არ ვიცი ესეთი როგორ შეიძლება თვალში ნაცარს გვაყრი. აირჩეს ერთი პრეზიდენტი ნაგავიაო, მეორე დედასაგინებენ, მესამე და ჩვენ ვარ დამნაშავე. თურმე როგორ ეუბნებიან, აი მენეჯმენტი და აი ნახე როგორ თურმე ქურდობენ დო.
ათობით და ასობით მილიონი ან ღალატობენ, ან ქურდობენ. არ ვიცი, ვინ ახალ. ეხა გამახსენდა მაგაზე გახარიაზე რომ საუბრობდნენ კოვიდის, ესეთი მენეჯერი და ასეთი მენეჯერი და აღმოჩნდა თურმე მილიციის უფროსობიდან პრემიერი გახადეს და გისმენთ ზარია. სავარაუდოა. მშვიდობა მოგცეთ. ჩემი აზრით საფამართლოს ძალითაც უნდა გაკეთდეს. თქვენ რამე გჯერავთ სასამართლოსი? არა, მაგრამ მაინც იქნება რა სიმბოლურად. არა, ეს მიტინგებიც უნდა იყოს და საფამართლოს ხაზითაც უნდა იყოს აქტიურობები. იურიდიულ ის მასიძახით თქვენ რაღაც წარმოიდგინეთ სტრასბურგში რო იჩივლო სტრასბურგიც ამ მილიონერებისკენა ჩემოკარგო ეს დაწესებულია ვისაც ფული აქვს ისა დაცული და მე მესმის თქვენი გულის ტკივილი წესიერ ქვეყანაში საკუთარმა სასამართლომ უნდა გადაგარჩინოს ამ უბედურებას მაგრამ საიდან აბა მითხარით როგორ ამიტომ მაპატიეთ ვიძახით რომ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში არა იმიტომ რომ ნაცები დავიცვათ ან ვიღაცა რა ქვია NGO-შნიკები არამედ ქვეყნისთვის უნდა გამოვიდეთ ხვალინდელი დღისთვის რა ვიცი სად ვიცხოვრობთ ხალხო თვარეზე თუ მოგცემენ რაღაცა ტერიტორიას თორე არც ერთ ქვეყანაში არ შეგვიშვებენ ჩვენ და დავრჩებით აქ პირისპირ უბედურებასთან თქვენ წარმოგიდგენიათ ხალხო ეს ხალხი მრავლდება არითმეტიკული პროგრესით даже გეომეტრიული პროგრესით და ჩვენ გეომეტრიულ პროგრესით ნელ-ნელა ჩანაგდებით. აღარ დავჩებით 15 წელიწადში, როგორც ის ნაძირალად გირჩები გამოვიდნენ და ესაო. რა საჭიროა საქართველოსშიო ამდენი ქართველიო? 9-10% ეყოფავ და დანარჩენიო შემოვიდენო. ეს ნაძირალები, ხელისუფლების იმით გაკეთებულები ზუსტად აღღერებენ ხელისუფლების პროგრამებს. როგორ გაანადგურონ ეს ქვეყანა? ჯერ ნარკოტიკებით ანადგურებდნენ. ეხლა ნარკოტიკებზე ვითო დაიწყეს რაღაცა მოძრაობა, მაგრამ იმითი რომ სინგაპურიზაცია, როდესაც მიშამ თქვა რომ სინგაპურიზაცია უნდა მოხდეს საქართველოში, ეს იცით რას ნიშნავს? სინგაპურში 85% ჩინელი ცხოვრობს, 15%-ია მარტო სინგაპურელი. აი ესეთი რაღაცა უნდა გააკეთონ. ამოგძირკონ უნდა, რელიგია მოგვისპონ, წმენა მოგვისპონ, მოგვისპონ იდენტობა, ქართველობა, ენა. აი მას აკეთებს ეხლა რაც მე მოასწრო მიშამ, ეხლა დაიწყეს აგზელებს ოცნება გასაგებია ეს და ეს პოლიტიკა მათი რომ ვინმე ძალიან ეს ყიდი გააკითხვის ესე ვაჭრული იმით აპირებენ ქვეყნებს მე მგონია ოჯახში ხანდახან ხო ლაპარაკობენ რაღაცაზე ხომ მსჯელობენ ქვეყანაზე პოლიტიკაზე რა ვიცი ძალიან პოლიტიზირებული ხალხი ვარ თუ და ნუ თუ ვერ ხედავთ ხალხო რა ხდება ორ კაპიქს მოგცემენ ერთხელ და მორჩა ზარია გისმენთ ისაუბრეთ ჰალო ისმენთ გესმით ჩემი დიახ ისაუბრეთ რა დემაგოგიას ეტევი ხალხო რა გაგიჟდი აბა არ გავგიჟდით რა დემაგოგიას ეტევი აი რათიშეთ ნუ ინტრიგანი ვიღაცა წადი რა სახში აი ესეთი ინტრიგნები რო არიან ეს საცოდავები ეტყობა ამის შვილი ის არის ერთ-ერთი ჩინოვნიკი რომელიც იპარავს იქა და ამას იცავს ეს ცოდუა ხარ ბიძაჩემო ცოდუა შენისთანები თუ იქნა ამ ქვეყანაში იუდას მეტი კი არაფერი არ გაუკეთებია ფული აიღო და გაყიდა ღმერთი გაყიდა სამშობლო ჩვენი ღმერთია და ყველაფერია ქრისტესთვის იბრძოდა და საკუთარი ოჯახისთვის ხალხი და სიზღვრიდა და ესენი გვიყიდიან გისმენთ ზარია გაითიშა
არა მარტო ეხლა ამაზეა საუბარი რა სიტუაციაც აი მარტო მიგრაციასთან და ამ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით აქ არის უამრავი გაჭირვება რა თქვენ წარმოიდგინეთ რომ აი ისევ და ისე ხა დაუბრუნდეთ აი სოციალურ საკითხებს დაუბრუნდეთ არა ხო წარმოუდგენელია რა წარმოუდგენელია ის ამბავი რაც აი ამ სოციალურ სფეროში ხდება 20 ლარით უმატებ პენსიას რა და ეხლა იმ დღეს ბაზარში ვიყავი და გაოგნებული ვარ. 18 ლარი ლობიოღის ხალხო და როგორ უნდა იცხოვროს იმ პენსიონერმა? აი როგორ შეიძლება პენსიონერმა იცხოვროს, მას საჭმელი არ უნდა, წამალი არ უნდა, ის არ უნდა ხო? კომუნალურები. აი როგორ უნდა იცხოვროს და შენ 16000, 17000 ლარს რო ხელფას იწერ. ეს სადაური წესია. არ შეიძლება ესე აი ასეთი სოციალურ პირობებში ცხოვრება არის ძალიან წარმოუდგენელი რამ და კაი ეს 6 მილიარდი რო შემოაგდა მიწებს აყიდინებ მიეცი და საპენსიო ფონდი გაზარდე დაუშვათ რაღაცა გააკეთე ისეთი რომ ეკონომიკა წამოიწიოს და სოციალური საკითხები ნუ მოიპარავი 100 მილიონებს და პენსიაც იქნება და ყველაფერიც იქნება გისმენთ ზარია გამარჯობა სამართლებრივი ეს არის რომ რაუნდლება ძალების პარტი გაგვიდონ და საფრანგეთში ამოაქვს ქალბატონო ბოდიში თვითონი გაგვიდე ქალბატონო idea ფილისტად მეორე მაგენი ისეთებენ სამწესახად არაბეთში ევროპა ინტეგრირანტე აღარ მეეხმოდა ამას არ უნდა საქართველოს იმიტომ გაგვაღარიბეს რომ თელმის ამონტები არ უნდა ახსოვს მაგრამ საფუძვლად კიდევ ახსოვები საქართველოს კი ბატონო ეს მადლობა ზარისთვის ბატონო რაშია საქმე ესე რომ დისტეიპ და რაღაცა სიძახიან არავითარ დისტეიპი არ არის ესა შეთქმულება კაცობრიობის წინააღმდეგ რასაც აკეთებენ რომ მოისპოს რწმენა იყოს გლობალიზაცია ყველა აღრეული იყოს იდენტობა დაკარგოს ხალხმა და ხალხი იყოს დაჩრუნგებული განათლება ნოლზე დავიდეს გარდა იმათი ვინც ელიტად ითვლება დანარჩენი უნდა იყვნენ გაუნათლებელი და უნდა იყვნენ რა ვიცი აი ისე უბრალოდ ხალხი უნდა იყოს თუ დაჭერდეთ მოსამსახურებ ესე უნდა იყოს და მეტი არაფერი არ გჭირდება რა როგორც აი რუსულადაა ხო ეს გამო ზალატოი მილიარდი რა ესე პარდო ოქროს მილიარდი აი ამ პროგრამისკენ მიდის აი ეს deep state-ისა და აი ამ deep state-ი კი არა შეთქმულება რომელიც მიდის და მოდი ისევ აი ამ სოციალურ საკითხებს დაუბრუნდეთ ირაკლი და ორიოდე რამდენიმე წუთი დაგვრჩა და ის ჩვენი პენსიონერებისთვის აი ესეთი ძიმე საკითხებზე ვისაუბროთ კიდე პენსიონერებისთვის ვეტერანებისთვის რომლებისთვის არ არის აი წარმოუდგენელია ხო განსაკუთრებით ყოველდღიურად რო ფასები იმატეს. უმუშევარმა ვეტერანმა ეხლა 20 ლარი მოუმატეს პენსიონერს, ხო? და დაახლოებით 50-60%-ით გაძვირდა პროდუქტი. პირველადი მოხმარების პროდუქტი. ეგ პურს მოუმატეს. იქ ისა რა ქნას ამ პენსიონერმა? რავი, დაიხოცენითო გვეუბნებიან და გისმენთ ზარია. გამარჯობა. ეს არის პოლიტიკის ზოგადი. ასლობრივი ზოგადი. ეგენი არის დასაყრელები ყველა გავს. რომელიც გადავხდი მაგას დამაგირო. დაელოდოს თახადი კიდე. სანამ ღმერთის სამართალი მოვა, ჩემო კარგო, ჩვენ ხელი უნდა გავანზრიოთ, თორე სანამ ღმერთის სამართალი მოვა, ეგენი გაატყავებენ ყველას და ყველაფერს და გაიქცევიან აქედან და დროზე უნდა მივხედოთ ამ საკითხებს, თორე არაფერი არ გამოვა. ეხლა ერთი როგორი ვირეშმაკობა ხედავ ეს ნაძირალების ბიჭო დოლარი დღეს 2.7-ია ხო 2.7 $1 ბიუჯეტი საიდან ივსება იმის იუსტიციის სახლებიდან ჯარიმებიდან ამ გადასახადებიდან და შემოსული ფულიდან
შემოდის ვალიუტა. იაფ დოლარს ყიდულობენ მე ეს ვაჭრები, ვაჭრუკანები, ეს ბარიგები ყიდულობენ 80% შემოტანილი იმპორტული საქონელია. ამას ყიდულობენ იაფი დოლარით და მე 10 მაგად ზვირად ყიდიან. ზვირად 10 მაგად შენ წარმოგიდგენია როგორი აფიორა? დღეს დოლარი 1.7-თან მაინც უნდა იყოს. ისეთი ინფლაცია 5 თუ რაღაცა პროცენტი, რა 5 და 5%. სიგარეტს მოუმატეს, ალკოგოლს მოუმატეს, წყლებს მოუმატეს, პურს წონა დააკლეს. და ვით არ უმატებენ. ყველაფერს ბიჭო, ყველაფერი რაღაც კონსერვი ღირს ვალარი, თევზის და იმისი. რაღაცა ესა გაგიჟდები როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, არ ვიცი. და ეს ხო მთლად უბედურება ბიჭო ეს ახალგაზრდების მიგრაცია ესეთი რამე სოფლიოში რა ვიცი სად ხდება ამდენი გავიდეს ქვეყნიდან ზარია უპასუხო გისმენთ გისმენთ ისაუბრეთ დროს ნუ ხო და ახლა კიდე ერთ რა ვიცი დრო იწურება და აი ქალბატონი ირმა ინაშვილი აკეთებს ესეთ ზეპარტიულ მოძრაობას საქართველოსთვის, საქართველოს გადარჩენისთვის და ყველას მოგიწოდებთ, რომ გამოცხადდება დღე დაახლოებით ნოემბრის ბოლო 30 ნოემბერს იქნება 16 საათს. კეთილინებეთ, გამოდით, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება იმათმა ეს რაც გამოდიან ახლა ქუჩაში, ეს ხელისუფლების გამოყვანილია. ყველას ფულს აძლევდნენ, რომ როდის გამოსულიყვნენ და როდის რა გაეკეთებიათ. ეს მართული იყო. აი უმართავი რო იქნება. მართული და ყველაზე უფრო რეალურად რაც ოცნებას ჭირდება, იმას აკეთებს, აი დღევანდელი ეს ქუჩაში რო დგანან და ეს ოცნებას ჭირდებოდა. ჭირდება და აკეთებენ. აკეთებ, იმიტომ რომ არ გავიდეთ ქუჩაში ჩვენ, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა გავიდეთ. ჩვენ არ გვეშინია ჩემო კარგო რუსეთის იმპერიას ვებრძოდით მართლა ვებრძოდით 9 აპრილი გამოვიარეთ აფხაზეთის ომი გამოვიარეთ ნაძირალას შევარდნაძეს ვებრძოდით მიშა ნაძირალას ვებრძოდით და ეხლაც ბრძოლის ხასიათზე ვართ სანამ პირში სული გვიდგას და ფიზიკური შესაძლებლობა გაქვს ჩვენ არ დავანებებთ ამ ქვეყანას ბოლომდე ვიბრძოლებთ რომ ვიღაც კობახიძემ არ გამიყიდოს ქვეყანა და მე არ ვიცი როგორ ბედავენ ამას ესეთი რაღაცა სადმე გაბედო და ვიღაცაზე ეძახიან ლიბერალები ლიბერალისტანიანები თუ რაღაცას დასცინიან და ამერიკას გაავსო ბაიდენმა ემიგრანტებით გაავსო მილიონობით ჩავიდა და შენ თუ კონსერვატორი ხარ და ქვეყანა გიყვარს ამას როგორ აკეთებდა ვის ატყვევ რა ეს კონსერვატორები ხართ პირველი ლიბერალები ხართ და პირველი ტროცკისტები თქვენ ხართ რომ ქვეყანა არ არის საჭირო ქართული რატო უნდა იყოს ამათთვის ქართველი ყოველთვის იტყვის რომ მე ვარ და ამათ უნდათ რომ მონა გახდე და მონები დაგიძახონ სადღაც და მოდი ეხლა შენ არაბებს ტუალეტი გაუწმინდე რა სხვა რა საქმე გაქვს აი ეს უბრალოდ რო თქვა პირდაპირ გეტყვიან თვითონ დაივსეს ჯიბები და ვირთხები ვით არიან შესეული ამ ხალხის ფულზე ვითომ სახლი რა მოიტანეს ხალხის შრომითა და ჯარიმებით და უბედურებით გაქვთ ყველაფერი გაგიჟდები კაცი ესეთი რაღაცა სადმე თუ ხდება არ ვიცი ეგეთი რა უგანდაში თუ ხდება იქ ჯერ კიდე ველურები დარბიან და ბჭო 30 საუკუნოვანი მარტო სამწუხაროდ ეს არის სახელმწიფოებრიობის ამხელა ისტორია გვაქვს ამხელა ისა გვაქვს და დღეს აი 21 საუკუნეში აღმოჩნდა ესეთი კატასტროფის წინაშე 9 აპრილს ჩვენ და ესენი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში არა მარტო 9 აპრილს არამედ 90-იანებში ბოლოსთვის რომ აი ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყანა რა აი ამ 30 წლიანმა 12 წლიანმა ამ დამოუკიდებლობის მოპოვებამ იმის მაგალითად რომ ქვეყანა წინ წასულიყო და ქართველიერი გახარებული ყოფილიყო, გამრავლებული ყოფილიყო, ამის მაგალითად ჩვენი ქვეყანა პატარავდება ტერიტორიულად და მოსახლეობითაც პატარავდება. ეს ჩვენ სამწუხარო
ძალიან სამწუხარო ამბავია და თუ დროზე არ უშველეთ ჩვენ ვფიქრობ რომ კატასტროფის წინაშე აღმოჩნდებით. მიზეზი რას ამბობენ? იმაზე კი არ საუბრობენ სასამართლო რომ მაგათი დანიშნულია, ყველა მაგათი დანიშნულია. ცისფერებზე საუბრობენ, რომ ესენი და პირველი ვინც გააკეთეს აღლუმი ეგენი იყვნენ, ხო? რა თქმა უნდა ესენი იყო და ესენი ეხლა ამას მიზეზად მოაქვს რა ქვია LGBT-ის აღლუმის ვარიანტი რაზეც ესენი საუბრობენ მიშამ ვერ გაბედა რომ მიშამ ვერ გაბედა რომ ეს ჩაეტარებინა და ესენი ამათმა სურდათ ჩატარება მაგრამ ხალხი და ეკლესია აღუდგა და არც არავინ არ აწვებოდა მიშას თუ ძმა ამათმა თვითონ აიღეს დავითავზე ის რაღაცა იმის აი ეს რო არის ევროკავშირთან რაღაცას ასოცირების ხელმოწერებიო ლიბერალი რაზეც ამაყობდნენ ესენი და დღეს თურმე ყველაფერი ფუჭი გამოდგა და გესმენთ ისაუბრეთ ერთი რამ უნდა გითხრათ ერთი რამ უნდა ტელევიზორს დაუწყე ცოტა ტელევიზორი ხოდა ამას ეს მოაქვს ეხლა რაღაცა მიზეზად რომ აი გვაძალებენ მანდამაინც იმიტომ ამას როგორ თამაშობენ ცი ქართველისთვის ეს არის რაღაც ხო გვაძალებენ იმ არავინ არაფერს არ გაძალებს რა ესეც არის რელიგიურიც კი არა კი არა რელიგიურია არ არის მართლმადიდებლობაში ის რომ კაცი კაცთან იყოს და ხალი ხალთან იყოს და ეს სოდომი და გომორია ეს სენსიტიურია როგორც თვითონ ამბობენ ეს დამოკიდებულება ამიტომ ამას აწვევიან იმას კი არა მოსამართლე არ აქვს დღეს და სამართალი არ არსებობს ქვეყანაში არაფერი არ კეთდება ხალხო არაფერი უკან მივდივართ ამიტომ კიდევ ერთხელ თხოვნა რატო უნდა გთხოვოთ მე არ ვიცი მაგრამ თუ გინდა თხოვნა ჩატარეთ რომ ჩათვალეთ რომ უნდა გამოვიდეთ ქუჩაში დამიჯერეთ რა ყინვაშიც უნდა გამოვიდეთ მზეზეც უნდა გამოვიდეთ ესე ნელ-ნელა სულ ყველაფერს გაყიდიან დამიჯერეთ სახლებში შემოგვივარდებიან ეხლა გადასახადები ხო დაიწყეს მიწის ქონების ყველაფერს რას იძლევიან იმის საფასურს ან რა ჩემი ფეხებია 40,000 ისევე ბეგრავენ როგორც 200,000 რა თქმა უნდა 40,000 წელიწადში ოჯახისთვის რა არის ბიჭო შედავლოცვი ოჯახისთვის რომელშიც 5-6 სულია რა არის 40,000 ლარი რომელსაც ფასი არ აქვს პამიდორი ღირს 7-8 ლარი და ლობიო 18 ლარი როგორ უნდა იცხოვროს ერთ გეკითხებით თქვენ ერთი პლასტიკური შედებით 40,000 გამოგაქვთ და სხვა სიმაშვებით თუ ვიღაცა გამოგიგზავნის ფულს ესეც შემოსავალში გითვლია შემოსავალში რა თქმა უნდა და აი ყველაზე ცუდი რა არის ცი ეს კანონი სააკაშვილის დროს იყო რომან გოცერიძის დაწერილია და დღეს აამოქმედეს ამათმა იცი ხო რატო კონტროლი ქონდეთ ყველაფრის კონტროლი არც ჩემო მეგობრებო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მე როგორც რიგითი მოქალაქე მოგიწოდებთ რომ დავდგეთ საქართველოს სადარაჯოზე ასე ნოემბრის ბოლოს სადღაც 30-ში სოციალურ ქსელში და ობიექტივის ტელევიზიიდან გაიგებთ, იმიტომ რომ სიმართლე სხვაგან ვერსად ვერ გაიგებთ, როდის ჩატარდება, როგორ იქნება, რისთვის იქნება. ძირითადად, როგორც თქვით, იქნება საქართველოს გადარჩენა ფიზიკურ გადარჩენაზე და რა ვიცი სხვა საკითხებიც მრავალი იქნება, რომელსაც თქვენ დასვამთ, ჩვენ ყოველთვის თქვენ გვერდით ვიქნებით, თქვენ კიდე ჩვენ გვერდით უნდა დადგეთ და ყველა ერთად საქართველოს გვერდით. ღმერთისა და საქართველოს ხალხთან და ქვეყანასთან ერთად უნდა ვიყოთ და ვიბრძოლოთ, როგორც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე, დაგლოცავთ ღმერთი და შევხვდებით შემდეგ 4 შაბათს იმავე დროს ყველაფერს სიკეთეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.